როგორ უნდა წავშალოთ სწორედ არასასურველი აპლიკაცია, ან როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვერ ვშლით მას. ამისათვის უნდა გავაკეთოთ შემდეგი. იქამდე კი გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემს TikTok პროფილზე. ეხლა კი დავიწყოთ. შევდივართ настройкებში. Настройки. Galaxy. Режим уведомления. Дисплей. Да, он выполнил так приложение. Главный экран. Экран безопасности. Использование устройства родителей. Приложение. Приложение по умолчанию. Настройки приложений. Приложение по умолчанию. Настройки приложений. Შევდივართ აქ. ანუ ქართულად შეიძლება იყოს პროგრამები, პროგრამის ნებართვები და ასე შემდეგ. მაგალითად, გვინდა წავშალოთ აგერ ორი ნაბიჯი. Информация о приложении. ხსნით ორ ნაბიჯს. Использование по умолчанию. В этом использование. Мобильные данные. Батарея 0%. Хранилище. Использовано. Хранилище. დამცავი. საცავი უფრო სწორად. ანუ შეგდა მეხსიერება. აქ ნახულობთ. აი ნახეთ განიე. ჩვენი მონაცემები, ანუ არის 23 მეგაბაიტი. ქეში 0 მეგაბაიტი. სულ 115 მეგაბაიტი. აჩისტის დანიე. ჯერ ვაწვევით აჩისტის დანიე, ანუ ჩვენი მონაცემების წაშლა. ნუ მე არ დავაწვევი, რადგან მჭირდება, არ ვაპირებოდი ნაბიჯის წაშლას. ვაწვევით აჩისტის დანიე და შემდეგ ვეთანხმებით ამას, ვადასტურებთ წაშლას. მერე გამოვდივართ უკან ერთხელ. Информация о приложении. Удалить. Кнопка не და შემდეგ აქვე დაბლა მარჯვენა მხარეს ოდნავ აქ იქნება წაშლა. აგერ удалить. ვაწვევით. Отмена. Кнопка. და ვეთანხმებით. ამის შემდეგ წაიშლება ჩვენი არასასურველი აპლიკაცია სწორედ. აღარ დაიტოვებს ქეშს. მადლობა ყურადღებისათვის. გთხოვთ დაილაიქოთ ვიდეო და მოიწონოთ არხი. 0,9. Стоп. Кнопка.